საგანგებო შეხვედრა ევროპელმა ლიდერებმა ჯერ კიდევ გასულ კვირას ჩანიშნეს, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიტიკურმა პროცესებმა დიპლომატიამ იმდენად სწრაფი ტემპი აკრიფა, რომ უკვე დღეისათვის იმაზე მეტი ნიუანსი დაგროვდა ევროპელებისთვის განსახილველად, ვიდრე ეს ამ შეხვედრის ჩანიშვნის დღეს იყო. თუმცა რომ განვაზოგადოთ, ვნახავთ, რომ ძირითადად დიალოგი, დისკუსია მიმდინარეობს ორი კონკრეტული ხაზით. ერთი ხაზი ეხება იმას, თუ როგორ უნდა გააძლიეროს ევროკავშირმა საკუთარი თავდაცვა და უსაფრთხოება გაზარდოს ხარჯები ამ მიმართულებით და მეორე ხაზი ეხება ვიწროთ უკრაინას, თუ როგორ უნდა დაეხმაროს ევროკავშირი უკრაინას, რომ დაიცვას თავი რუსული აგრესიის წინაშე. და ამ მიმართულებითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეული შეთავაზებები უკვე მაგიდაზეა. ერთ-ერთი შეთავაზება ეხება იმ 800 მილიარდ ევროიან პროექტს, რომლის შესახებაც ურსულა ფონ დერ ლაიანი რამდენიმე დღის წინ საუბრობდა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ევროკავშირის წევრებისთვის ინდივიდუალურ დონეზე მოიხსნას ის ბიუროკრატიული თუ სხვადასხვა სახის ბარიერები, რომლებმაც შეიძლება მათ ხელი შეუშალონ, ესე ვთქვათ, თავდაცვაზე უფრო მეტი სახსრების გამონახვას და შეუწყოს ხელი მათ იმაში, რომ ფისკალური სივრცე გამოინახოს იმისთვის, რომ უფრო მეტი თანხა მობილიზდეს, ასე ვთქვათ, თავდაცვის ხარჯებისთვის. ასევე მაგიდაზეა ემანუელ მაკრონის მიერ გუშინ დაანონსებული იდეაც, გარკვეული ბირთვული ქოლგის შესახებაც, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ეს ბირთვული ქოლგა იყოს დამცავი არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებისთვისაც, ეს იმისთვის, რომ შეკავების ფაქტორი რუსეთის წინაშე იყოს ეფექტიანი და რუსეთმა კარგად იცოდეს, თუ ვისთან შეიძლება მას ჰქონდეს საქმე, თუ საკუთარ სამხედრო ამბიციებზე უარს არ იტყვის. უნდა ითქვას, რომ აი ამ იდეებს, რომლებიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, ბევრი მომხრე ყავს ევროკავშირში, მინიმუმ 20 ქვეყანა უერთდება იმ კოალიციას, რომელსაც ევროკავშირში მსურველთა კოალიციას უწოდება და რომელთა მთავარი მიზანიც არის, რომ უკრაინა გააძლიერონ რუსული აგრესიის წინაშე და ევროპა შედგეს როგორც ყველაზე ძლიერად კოორდინირებული სამხედრო ალიანსი, რათა რუსეთი კიდევ უფრო უკეთ შეაკავოს. არავისთვის არის საიდუმლო არც ის, რომ ევროკავშირში ჯერ კიდევ რჩებიან სახელმწიფოები, რომელსაც გარკვეული დისონანსი შემოგვთ ართ ოპოზიციაში და განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებენ. ესეთი არის მაგალითად სლოვაკეთი, ესეთია მაგალითად უნგრეთი. ჩვენ ნახეთ, რომ გუშინ მაგალითად საფრანგეთის პრეზიდენტს ჰქონდა შეხვედრა უნგრეთის პრემიერთან, იყო ამაზე განხილვები, შესაბამისად ეს ფაქტორი ევროკავშირში ძალიან კარგად ესმით, თუმცა ბოლო განცხადებები, რომელიც დღეს ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის ლიდერების მხრიდან, გვაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ გარკვეულ მექანიზმებზეც აქვს ევროკავშირს ნაფიქრი, თუ როგორ აუაროს გვერდი ამ წინააღმდეგობას, რომელიც შეიძლება სხვადასხვა სახელმწიფოების მხრიდან გამოიკვეთოს აი მოლაპარაკებების და დისკუსიების პროცესში, თუმცა დეტალები ამ მიმართულებით ჩვენ დღეს არ მოგვისმენია. ეს საშიში თამაშია უკრაინის მომავლით. ამიტომ განვიხილავთ დღეს იმას, თუ რა შეგვიძლია დამატებით გავაკეთოთ ევროპის მხრიდან. ვფიქრობ, უნდა დავაფასოთ ჩვენი ძალა და ის სწორად გამოვიყენოთ. ყველას სურს მშვიდობა, მაგრამ ამ მშვიდობამ უკრაინასა და ევროპას მორიგი ტანჯვა აღარ უნდა მოუტანოს. ამიტომაც ვსაუბრობთ თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე, მათ შორის უკრაინისთვის, რათა მათ ომი თავიანთი პირობებით დაასრულონ. ამაში მათ ევროპის დახმარება სჭირდებათ. იმედია ვაჩვენებთ ერთობას და მივაღწევთ პოლიტიკურ შეთანხმებას უკრაინის მხარდასაჭერად, რათა ქვეყანა გაძლიერდეს. რაც ეხება უნგრეთს, რთული საკითხია. ახალ ინიციატივაში ეს ფაქტორი გათვალისწინებულია, რათა ერთმა ქვეყანამ ვერ დაბლოკოს სხვების გადაწყვეტილება. უნგრეთის ნაცვლად არ ვისაუბრებ. ჩვენ ვართ 27 წევრი სახელმწიფოს ერთობა და თუ უნგრეთის სხვა აზრზეა, შეუძლია თავისი სახელით ისაუბროს. უკრაინის პრეზიდენტმა მკაფიო გახადა, რომ მას სურს დაინახოს ცეცხლის შეწყვეტა ჰაერსა და ზღვაში, რათა შეიქმნას ბაზა სამშვიდობო განვითარებისთვის. ჩვენთვის ნათელია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინის სუვერენულ, დემოკრატიულ და დამოუკიდებელ ერად დარჩენაა. ეს კი ყველას ამოცანაა. ევროპა უძლიერესი ეკონომიკური გაერთიანებაა და მისი შესაძლებლობებით ბევრის გაკეთებაა შესაძლებელი. ჩემთვის გულწრფელად რომ გითხრათ, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ევროპის გადაიარაღებაა და არ ვფიქრობ, რომ ამისთვის ბევრი დრო გქონდეს. უნდა აღვიჭურვოთ და დავხარჯოთ, რაც შეიძლება მეტი თავდაცვასა და შეკავებაზე. რა თქმა უნდა, ამავდროულად მნიშვნელოვანი რჩება უკრაინის მხარდაჭერა, რადგან ჩვენ ევროპაში გვჭირდება მშვიდობა და უკრაინაში მშვიდობის გარეშე ეს არ მიიღწევა. ვფიქრობ, ყველაზე კარგი იდეა მაგიდაზე უნდა იყოს ჩვენი დისკუსიის ნაწილი უკრაინაზეც და ევროპაზეც. ახლა თითოეული წუთი ძვირფასია და სისხლად ჯდება. მივესალმებით ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ წარმოდგენილ 800 მილიარდიან გეგმას თავდაცვისთვის.
ეს არის ნაბიჯი წინ. ეს იქნება დახმარება ჩვენი ქვეყნისთვისაც. რადგან ლიეტუვას სურს თავდაცვის ხარჯების გაზრდა. სურს გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერაც. კერძოდ ჩვენი მუშუპუს 0.25 მეასედის მიწოდება უკრაინისთვის ყოველწლიურად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უკრაინისთვის არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური დახმარებაც. საინტერესო იყო ემანუელ მაკრონის იდეაც, ბირთვული ქოლგა სერიოზული იქნება რუსეთის შეკავებისთვის. განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ ფლანგისთვის, სადაც საფრთხეს უფრო განსხვავებულად განვიცდით. არაა მარტივი საერთო საზღვრის ქონა აგრესორთან. ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები. არ აქვს მნიშვნელობა იმ ერთ ან ორ ქვეყანას, რომელიც მუდამ წინააღმდეგია. ჩვენ უნდა შევხედოთ იმ შესაძლებლობებს, რომლითაც გადაწყვეტილებებს მივიღებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ უუნარობის გამო ისტორია დაგსჯის. ახლა არის ქმედების დრო, არა ხვალ და ზეგ, არამედ ახლა. მე დღეს ველი სისწრაფეს ქმედებაშიც და გადაწყვეტაშიც. მიხარია, რომ ევროკომისიამ თავდაცვის ხარჯების ზრდის შესახებ განაცხადა. ჩვენ ლატვიაში ამას ისედაც ვითხოვდით. მნიშვნელოვანია, რომ ვიმოქმედოთ ერთიანად და გავაძლიეროთ თავდაცვის ინდუსტრია. ეს იქნება ძლიერი სიგნალი, რომ თავდაცვა ჩვენი ეკონომიკის ნაწილია. გვჭირდება მოქნილობა, უკვე ვხედავთ კარგ შეთავაზებას, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. გვჭირდება ბევრი სხვა ნაბიჯიც. ძალის გარეშე უკრაინა იქნება იძულებული დაიწყოს მოლაპარაკება და ჩვენ გვესმის, რომ ეს რუსეთის გადაიარაღებასა და ხელახალ აგრესიას ნიშნავს სხვა ქვეყნებში. უნგრეთს ყოველთვის თავისი შეთავაზება აქვს, მაგრამ არსებობენ ქვეყნები, ვისაც მეტი სურთ უკრაინისთვის და საკუთარი თავისთვისაც. თანხების მობილიზება უნდა მოხდეს სწრაფად. სესხთან დაკავშირებული სეგმენტი არის ძალიან კარგი იდეა, თუმცა გვჭირდება მეტი განმარტება. პრეზიდენტ მაკრონის შეთავაზებას კი დისკუსიებისთვის გარკვეული დრო დასჭირდება. რაც შეეხება დღევანდელი დღის მთავარ სტუმარს ბრიუსელში, ვოლოდიმერ ზელენსკის, მოგეხსენებათ, მას რთული ბოლო 2 კვირა ჰქონდა, რადგან ერთის მხრივ სტრატეგიულ პარტნიორთან საკმაოდ უხერხული და არასასიამოვნო შეხვედრა შედგა ოვალურ კაბინეტში, რის შემდგომაც უკვე გაირკვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კიევს უწყვიტავს სამხედრო დახმარებას დროებით და ამავდროულად წვდომას სადაზვერვო ინფორმაციაზე. შესაბამისად, ამ მხრივ სირთულეები კიევისთვის საგრძნობი იყო, თუმცა საგრძნობი იყო, როგორც ჩანს, ვოლოდიმერ ზელენსკისთვის ევროპელების მხარდაჭერაც, რადგან თუ ჩვენ დავაკვირდებით ზელენსკის გზავნილებს, ჩვენ ნახავთ, რომ თუ აქამდე თვეების წინ, მაგალითად, ის უფრო მეტ ითხოვდა ევროპისთვის, უფრო მეტ ქმედებას ითხოვდა ევროპის მხრიდან, ახლა იგრძნობა მის განცხადებებში გარკვეული რწმენა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპის იმედი მას ნამდვილად შეიძლება ჰქონდეს და შეიძლება ჰქონდეს, ასე იკვეთება. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ნახეთ მაგალითად, რომ საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი აგრძელებენ კიევისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას, ამავდროულად მიდის მსჯელობა იმაზე, თუ როგორ გააძლიერონ უკრაინა და როგორ დაეხმარონ მას, ამავდროულად რომ დაათბონ ურთიერთობები ვაშინგტონთან. ჩვენ დღეს სხვათა შორის ვოლოდიმერ ზელენსკისგან გზავნილები მოვისმინეთ არაუშუალოდ ბრიუსელში, თუმცა მანამდე გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც მან თქვა, რომ უახლოეს დღეებში მაღალი რანგის კონტაქტი შედგება ვაშინგტონისა და კიევის წარმომადგენლებს შორის და ამ ყველაფერს მოგეხსენებათ ბოლო 2 დღის განმავლობაში წინ უძღოდა გარკვეული დამთბარი გზავნილები და სიგნალები კიევსა და ვაშინგტონს შორის. შესაბამისად, ამ მიმართულებით გარკვეული პოზიტიური გზავნილები იკვეთება და ყველაზე მეტი მადლობა ამ შემთხვევაში ვოლოდიმერ ზელენსკისგან დღეს მიიღო ევროპელმა ლიდერებმა და ეს განცხადებებიც შეგვიძლია მოვისმინოთ, რომელიც აი ამ ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე გაკეთდა. It's a very important moment. ევროპული უსაფრთხოებისთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი დგას. ერთი თვის წინ ჩვენ შევაჯერეთ იდეები. დღეს კი აქ ვართ, გადაწყვეტილებების მისაღებად მოვედით. მადლობა ევროპულ კომისიას სწრაფი და კონკრეტული შეთავაზებისთვის, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რათა დავხარჯოთ მეტად და უკეთესად ჩვენივე შესაძლებლობების ზრდისთვის. ევროპის თავდაცვა და უსაფრთხოება არაა განცალკევებული უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვისგან. ძლიერი ევროპა გააძლიერებს უკრაინას. უკრაინის უკეთესი თავდაცვა კი მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ამიტომაც ვართ აქ, რომ მივახციოთ ხელშესახებ და ხანგრძლივ მშვიდობას. პირველი დღიდან უკრაინის გვერდით ვდგავართ და ასეც გავაგრძელებთ. სამშვიდობო მოლაპარაკებებშიც, როდესაც ჩავთვლით, რომ ამისათვის სწორი დროა და რაც მთავარია მაშინაც, როდესაც ევროკავშირის წევრი გახდებით. მნიშვნელოვანია ერთად ვიდგეთ. ესაა წყალგამყოფი მომენტი ევროპისთვის. უკრაინა კი ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილია. ევროპა აწყდება ნათელ და მოქმედ საფრთხეს და ამ პირობებში უნდა შევძლოთ თავის დაცვა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ხანგრძლივი და მტკიცე მშვიდობისთვის, რომელიც ძალითაა გამყარებული.
სწორედ ამიტომ დღეს წარმოადგენს გადაიარაღების გეგმას ევროპისთვის, რომელიც 800 მილიარდი ევროს გამოყოფას გულისხმობს თავდაცვისთვის. ესაა სასარგებლო ყველასათვის და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ ეგზისტენციალურ ბრძოლაში. ვიდგებით უკრაინის გვერდით, რა დროც იქნება საჭირო. I want to thank all our European leaders. მადლობა ევროპელ ლიდერებს ასეთი ძლიერი მხარდაჭერისთვის და სიგნალებისთვის ომის დაწყების დღიდან და შემდეგაც. განსაკუთრებით კი გასულ კვირას მადლიერები ვართ იმის გამო, რომ მარტონი არ ვართ. ვგრძნობთ, რომ თქვენი მხარდაჭერა არა მხოლოდ სიტყვები, არამედ ისაა საგრძნობი ჩვენთვის. თავის მხრივ ესაა ძლიერი სიგნალი უკრაინელი ხალხისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, მეომრებისთვის. მათ შორის იმ ნაწილში, რომ ჩვენი სამხედრო პროდუქცია უნდა გაიზარდოს და რომ ევროპული უსაფრთხოება უნდა გაძლიერდეს. ეს ნამდვილად დიდი გადაწყვეტილებებია. კიევისთვის ახლა მნიშვნელოვანია ის, რომ ეს თბილი შეხვედრები და სიტყვები კონკრეტულ ნაბიჯებში ითარგმნოს. ფაქტია, რომ ეს პროცესი ევროპაში არის უკვე დაზრული და ამავდროულად ისიც ფაქტია, რომ ვაშინგტონსა და კიევში ელიან, რომ მომდევნო კვირა შეიძლება იყოს გარდამტეხი აი ამ პროცესებისთვის, რომელსაც ბოლო პერიოდში ვადევნებთ თვალს. რაც შეეხება უშუალოდ ევროპელებს, ცნობილია, რომ მარტის ბოლოს არის ჩანიშნული მურიგის ხდომა ევროპის საბჭოში.